Patruli memqoba. იმედია პატრული არის ამაჩერებს. ეს მოტოსფეროა მოგესალმებით. დაუბრუნდით, ზაფხულის არდადეგებიდან გამოვედით და გადავწყვიტე რომ პირველი ამ სეზონის ვიდეო დამეთმო აი ამ ტექნიკის განხილვისთვის. ვისაც Instagram-ზე გამოწერილი ყავართ, ალბათ ყველა ძალიან კარგად გეცოდინებათ აღნიშნული ტრიციკლი, ზოგადად ეს ტექნიკა და მისი პატრონიც და ეს ჩვენ შორის დავა რომელი ჯობია, ტრიციკლი თუ მოტოციკლეტი და ესეთი რაღაც ვთქვი რომ მოდი ტესტ დრაივს გავაკეთებ მეთქი, გავიყვან და მე თვითონ ვნახავ რა დადებითი აქვს და რა უარყოფითი აქვს ტრიციკლს ჩვენს საზოგადოებაში. აღნიშნული ტექნიკა არის Kenem Riker Rally. მე ვეცდები რომ ობიექტურად შევაფასო რაღაცები და რაც კარგი აქვს და რაც მომწონს ისიც თქვა რა თქმა უნდა და ეხლა მარტო იმიტომ რომ არ მომწონს არ გადაუარო. ასე რომ მე მგონი რომ საინტერესო იქნება რა ამ ტექნიკაზე რა გამოცდილებასაც მივიღებთ და საერთოდ რამე სიამოვნებას მოგვანიჭებს თუ არ მოგვანიჭებს ან რა სიამოვნებას მოგვანიჭებს ამ ყველაფრის ნახვა. ერთი წამი რა. აი ეხლა მოვუყვე პატარა ისტორიას რა. სამი ძმაკაცი იყო რა. ერთ-ერთი ძმაკაცი იყო გამოჩენილი ოჯახიდან, არაფერი არ უჭირდათ და ამ ტიპის ორი ძმაკაცი ჩვეულებრივი მოკნავი როჟები იყვნენ რა. და ეხლა ესენი რომ წამოიზარდნენ, ერთმა მოტოციკლეტი გამოიგონა, მეორემ კვადრო გამოიგონა და ეს ფულიანი ოჯახის შვილი რო იყო ეს მესამე ძმაკაცი, ხა ტვინი იმდენად არ მოსდევდა რა და აი მე რაღა გამოვიგონო და სადღაც შუაში აწყო ტრიციკლი რა, არც კვადროა, არც მოტოა. და ესე დაიბადა ეს ტრანსგენდერი ტექნიკა. აი, რავი, გატესტე, წაიყვანე, ხალხის რეაქცია ნახე და კომენტარებში მე ხალხის რისხვას უპასუხე. თქვენც აუცილებლად კომენტარებში დაწერეთ რომელი ჯობია, მოტო თუ ტრიციკლი. ბათაშორის ახლა უყურებდი და ეს ჩემი ჩაფხუტი რა, რომელიც მილანში შევიძინე და აინესეში. ამ ტექნიკას უფრო ძალიან მოუხდა, მე მგონი ვიდრე ჩემ მოტოციკლეტს უხდება და ახლა თუ მე ეს მომეწონა ტესტ დრაივის მე უკვე დავფიქრდები რომ ეს ტრიციკლი და მისი გასაღები სულ ჩემთან ვაიმე ხელში რა მომხვდა. მოდი დავიწყოთ ამ ტექნიკის განხილვა აი ამით. აი გოგიწულაიას ვიდეო მინდა პატარებოშის კუტუშავი ეს რა სიცხვილია რა უბედურობაა არის. სახში ეს თუ დაგჩათ და ბავშვი ყავთ ან სტუმრად ბავშვი მოვავინო შეიძლება სათამაშოს რაღაც ნაწილი ეგონოს და მოარიდეთ ბავშვებს და შეინახეთ 20-25 გრადუს ტემპერატურაზე აი ეს გასაღები. ვიზუალი მართლა ისეთი აქვს, რაღაც აი წინა რო შეხედავ, ძალიან აგრესიული ეს თვალები და მოკლედ ვიზუალზე მართლა ნაფიქრია და ძალიან დახვეწილია და ეტყობა ზოგადად ლოგოზეც, რომ ესე პროსტა რაღაც პლასმასი ვიღაცა მიპოვა და რკინა იპოვა და აწყვეს ეგრე აწყობილი არ არის რა. ეტყობა რომ ნამუშევარი არის აბსოლუტურად ყველა დეტალზე. 1-2 მიკატავია ტრიციკლით და ხალხის ყურადღებას მართლა იქცევ როცა ქალაქში დადიხარ. ანუ მე გამიჩნდა როგორი ასოციაცია, იცი, აი 15 წლის წინ რომ მოტოციკლეტი გაივლიდა და კაცი შვილს რო ნანახი არ ყავდა და ყველა რო გეკითხებოდა, ახლა ზუსტად ეგრე არის ტრიციკლზე რა, იმიტომ რომ მოტოციკლეტი აღარავის აღარ უყვირს და აღარც ზედმეტ შეკითხვებს აღარ გისმევენ ძირითადად, მაგრამ აი ტრიციკლს ხედავენ თუ არა აი მაშინვე ესე რაღაც რიგი ხალხი შემოარტყავს ესე წრეს და რაღაც 1000 სისულელე კითხვას გისვამენ. იმიტომ რომ ყველას აინტერესებს რა არის, როგორ იმართება, როგორ დადის, ძლიერია, რამდენით დადის და ასე შემდეგ რა. ასე რომ თუ გიყვართ ხალხის ყურადღების ცენტრში ყოფნა, ეს ზუსტად ის ტექნიკა არის, რომელიც აუცილებლად უნდა შეიძინოთ. და სხვათა შორის თუ მოიფიქრებთ, რომ ესეთი ტექნიკა გეყენოთ გარაჟში, აუცილებლად უნდა შეეხმიანოთ Speedy Logistics. იმიტომ რომ ეს კონკრეტული ტრიციკლიც არის Speedy Logistics-ის ჩამოყვანილი და ხედავთ აი ესეთივე ჩამოვიდა როგორიც არის, დაუზიანებელი. იქოქება დადის. სხვათა შორის ტრიციკლსაც ცოდნია თავის შეყვარება ისევე როგორც მოტოციკლს, აგერ თუ დააკვირდით თორნიკეს გადაღებულ კადრში ყოველთვის ცენტრში არის ტრიციკლი და არა მე. ახლა კი გავტესტოთ ეს რაღაც. მოკლედ რა, აი დადებითი დავიწყო, უარყოფითი დავიწყო, არ ვიცი ჯერ ახლა ყველაფერი იქ რაც ვილაპარაკეთ ერთია და ნუ მაგ ყველაფერს უფრო თორნიკეს გასაღიზიანებლად ვიძახი და არა, იმიტომ რომ მართლა ეგრეა. ამ ტექნიკას რეალურად ეგრე ძალიან არ ვერჩი. პირველივე დანახვისას ჩემზეც ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ამ ტექნიკამ რა. იმიტომ რომ პირველ რიგში უცხო იყო
და მსგავს ტექნიკასთან აქამდე არ მქონია შეხება და რა თქმა უნდა რომ მეც გაუცებული დაურჩი და მეც ერთი სული მქონდა როდის გავატარებდი და გავტესტავდი ესე ვთქვათ ამ ტრიციკლს თუმცა დაჯდომისთანავე თუ ყველაფერი იმას გავითვალისწინებთ როგორი გზები გვაქვს და რა მდგომარეობაში არის ჩვენთან ზოგადად ასფალტი პირველივე დაჯდომისას უკვე ხვდები რომ აი ჩვენთან ცოტათი გაგაწამებს რა იმიტომ რომ ეგრეთ წოდებულ იამკას თუ წინასაბურავს ააცილებ აუცილებლად ჩაარტყავ უკანას ხოლო თუ გათვლი უკანა საბურავის აცილებაზე აუცილებლად მოგიხვდება წინასაბურავი რა ამ იამკაში ამის გამო იყო პირველი დისკომფორტი რაშიც ვიგრძენი რომ უბრალოდ შეუძლებელი იყო რომ აი თუნდაც აი ამ ჭის თავებს და რაღაც მსგავს ააცილო რა მაშინ ისეთი არასპორტული მანევრები უნდა აკეთო რომ პატრონმა რო დაგინახოს უბრალოდ რავი თავზე დაგახევს მართვის მოწმობას მეორე ის რომ მოდი ბარემ გავუყვები უარყოფითებს და მოვილევ თან ცოტა გულსაც მოვიფხან და მე უკვე კაი რაღაცებსაც აუცილებლად გეტყვით რაც ძალიან მაგრად მომწონს სამ ტექნიკაში და რითიც მაგრად შეიძლება რომ გაერთო რა უპირატესობად მაგალითად მოტოებს გვაქვს რომ შეგვიძლია ბასლაინში სიარული ტრიციკლს ბასლაინში სიარული არ შეუძლია ესეც რა თქმა უნდა რომ დისკომფორტია და თან თუ გავითვალისწინებთ იმას რომ და აქვე შეიძლება ეს მესამე მიზეზიც იყოს იმის გამო რომ თითქმის მანქანის გაბარიტი გაქვს აი ახლა აი ამ ფიტის უკან დავდგები და შეგიძლიათ რომ შეხედოთ ჩვეულებრივად ამ ფიტის გაბარიტი მაქვს ხა ზუსტად იგივეა რა მაგის გამო საცობში მოძრაობა ასე თუ ისე ჭირს ну რა თქმა უნდა ხა როგორც მანქანა ისე არ გიჭირს და რაღაც პატარა ადგილს რო იპოვი შეგიძლია რომ გაძურე და გამოძურე იმიტომ რომ სიგრძეში პატარა უკანცალი ბურბალი აქვს თავარია რაღაცა ეს წინასაბურავები გაატიო და მე გადიხარ რა მაინც რა თქმა უნდა რომ დისკომფორტი არის ქალაქში მით უმეტეს პიკის საათში მოძრაობა და გადაადგილება ამით მით უმეტეს რომ ხა თუ მანქანით იდგები საცობში შუა ზაფხულში კონდიციონერს მაინც ჩართავ და რავი თავზე სახურავი გაქვს და შუა გულმზეზე ტაფაზე დაგდებული კვერცხივით არ ხარ რა კვერცხი ოღონდ იმენა მართლა კვერცხი რამე ცუდი არ ფიქრობთ უკან ახლა პატრული მომყვება პატრული რომ მოყვება გაზ ვერ გადაუწევ წესიურად არა და ამაზე მთელი მუღამია მთელი кайფი აქვს გაზისა ეგრეთ წოდებულ რესკადრო გადმოუწევ რა იმიტომ რომ აი ამ ტექნიკაზე გაზ გადმოწევ თუ არა მაშინვე ზანოში დგება აი ეგრევე ტრაქს იქნევს რა ეგრევე აცურებს უკანა საბურავს და აი ვისაც მსგავსი რაღაცები გიყვართ იდეალური რამე არის მით უმეტეს თუ მოსახვევში დასმიეცი მოსახვევში როცა შედიხარ ან დაძვრისას ან რაიმე მსგავსი აუ აი მაგრად ერთობი რა იმედია პატრული არის ამაჩერებს მაგარია რა მაგრად იკაიფებ მაგრად გაერთობი აჩქარება აქვს აი უმკვლელესი რა აი სტარტიდან დაძვრა ამისი არის ერთი ცალკე кайფი რა ანუ აი გაზ გადაწევ თუ არა და всё ეგრევე ერთობი ანუ აი სხვა გასართობი აღარ გინდა რა ძალიან მაგრად ერთობი მოტოს ხო ვერ ჯობია აი არ კიდე ერთი პასუხი იმის რომ მოტოს ეს ტექნიკა ვერ ჯობია ამ ტექნიკის დასტარტვით იმდენად кайფობ რომ შეიძლება რაღაც პონჩი იმენა მარტო მაგ кайფის გამო გამოხვიდე გარეთ რომ გაჩერდე შუქნიშანზე დაძრა გაჩერდე გაძრა ბევრად თამამად ხარ ვიდრე მოტოციკლებზე რა იმიტომ რომ მოტოციკლებზე იქ რაღაც ბალანსის შენარჩუნება გინდა წონასწორობის შენარჩუნება იქ მოსახვევში ანუ უფრო მეტი ფიზიკა არის საჭირო მოტოს მართვისთვის ვიდრე აქ რა ეს ტრანსპორტი შედარებით უფრო მარტივია
და ზუსტად ეგ არის ალბათ ამის პლუსი, რომ ნუ მანქანა არ არის, არც მოტო არ არის, ანუ იმხელა რისკს, რამხელა რისკსაც მოტოზე წევ, იმხელა რისკს ამაზე არ წევ. და ნუ შესაბამისად უფრო გიადვილდება, რომ ნაბიჯი გადადგა და ეს ტექნიკა იყიდო, თუ მსგავსი ტექნიკა გიზიდავს და მაგალითად ვერ ბედაო, რომ მოტოციკლეტი იყიდო და მოტოციკლეტზე დაჯდე. ამ კონკრეტულ მოდელს 900 კუბიანი ძრავი უყენია და ნუ მართლა არაფერი დაეწუნება დაბლებში, ხა მარლებში რა თქმა უნდა რომ არც არის მაგისთვის შექმნილი ეს რა. და ზოგადად თუ ამ ტრანსპორტის და ამ ტექნიკის მიზეს ჩაუღრმავდებით, მივხვდებით რომ ის მინუსებიც კი რა მინუსებიც მე ჩამოვთვალე, შეიძლება ითქვას რომ ამის მინუსი ეგ არ არის, იმიტომ რომ ეს ქალაქში მარტივად გადასაადგილებელი ტრანსპორტი არ არის რა. ეს ტექნიკა არის იმისთვის რომ გაერთო, იკაიფო, რაღაც შორს წახვიდე, არ დაიღალო და როგორც თქვი რომ უფრო ნაკლები რისკი გქონდეს ვიდრე მოტოციკლეტზე. და თან იყო რაღაცნაირად გამორჩეული, იქცევდე ხალხის ყურადღებას. მაგისთვის მართლა იდეალურია. მე ვფიქრობ ეგრე რა, რომ ეს ტექნიკა თუ გინდა რომ ყავდეს, ჩემი აზრით მანქანაც უნდა ყავდეს და მოტოც უნდა ყავდეს, ანუ ან მანქანა და ეს რა, ეხლა თუ მაგალითად მოტოს შეძენას ვერ ფიქრობ, ან არ ფიქრობ, ან ვერ ურისკავ, მანქანა აუცილებლად უნდა ყავდეს, იმიტომ რომ ეს ძირითადი ტრანსპორტი ვერ იქნება რა. სადაც კი გაჩერდები, ყველას ყურადღებას იქცევ, მანქანის, მძღოლის, ქვეითის, რავი, ანუ ყველას აინტერესებს რა ტექნიკაა, რა არის, რა ღირს, საიდან შეგიძლია რომ ჩამოიყვანო და კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ თუ მსგავსი ტექნიკის ჩამოყვანა გინდათ, ეს კონკრეტული მოდელი ზუსტად Speedy Logistics-მა ჩამოიყვანა და აქვთ მათ იმის გამოცდილება რომ აი ესეთი მაგარი ტექნიკა ჩამოგიყვანონ. პრაქტიკული როგორც მანქანა სიტყვაზე ცუდი ამინდია და ცივა და თქეში წვიმა და მსგავსი რაღაც და მოტო პრაქტიკული არის როცა ქალაქში მაგალითად საცობებია, ეგეთი პრაქტიკული ტრანსპორტი ეს არ არის. ეს არის რასაც ქვია გასართობი, რომ უბრალოდ აი გაერთო რა. მაგისტრისა თუ ეგრე იყენებ, ძალიან მაგარი ტრანსპორტია, მაგრამ თუ რამე სხვა განზრახვა გაქვს, უბრალოდ არ გამოგივა რა. აი, ეს მანქანა იყიდეს ჩვენი მაყუჩებზე დაწერილი ჯარიმებით და რა მაგარი მანქანა ყავდათ იქ გადაყენებული, ახლა სავარაუდოდ მოხდება ეგ მანქანაც საჯარიმოზე და დაალპობენ წვიმაში და მტვერში და უბედურებაში. ერთი სიტყვით და ორი გაგებით რომ შევაჯამოთ ამ ტექნიკაზე, ჩემი აზრი ძალიან მაგარი ტექნიკა არის, ძალიან მაგარი გასართობია. თუ გიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, ხო, საერთოდ, რავი, ამაზე მაგარს მე მგონი ახლა ამ პერიოდში ვერაფერს ვერ იყიდე, იმიტომ რომ ნუ მოტო აღარავის აღარ უგვირს რა. ეს ჯერ ახალი ხილია და ყველას რაღაცნაირად აინტერესებს. უბრალოდ მე ისევ ჩემ აზრზე ვრჩები, ანუ მე და თორნიკეს რა გქონდა გასაყოფი კაცო იმას კი რომ მტკიცებით რომ მაგარია თუ არ არის, მაგრამ ჩვენ უბრალოდ მე რო ბაიკი მყავს და იმას ეს ყავს, ერთმანეთს ესე ვთქვათ ვეხი პიშებით მაგ თემაზე რომელი ჯობია და ეხლა მე ჩემ აზრს ისევ არ გადავდივარ, ისევ მოტოციკლეტი მირჩევნია ერთი 10 თავით მინიმუმ, მაგრამ ნუ როგორც ტექნიკა ძალიან მაგარი გასართობია და რავი, აი სხვას ამას უბრალოდ ვერაფერს ვერ მოთხოვ. ეს არის ტექნიკა, რომლის დანიშნულებაც არის გართობა. უნდა გაერთო, ანუ სხვა ამით არაფერი ის არ უნდა აგორო, საცობში მალე გადავადგილდები ჯიგარო და რაღაც კომფორტულად ვიმგზავრებ იმაზე და არ დამოტვე. ეგეთ რაღაცებს რა თქმა უნდა რომ ამაზე ვერ იფიქრებ რა და არც უნდა იფიქრო და გასართობად კიდევ ამბობ ძალიან მაგარი რაღაცა. უბრალოდ ჩვენ პირობებს ვამბობ ისევ, რომ ჩვენ პირობებში ნუ ცოტა არ იყოს რთული საყოლიებელი და გასართობია ამით, თორე ნუ ისევ და ისევ ის გზის საფარი და ზემოთ ჩამოთვლილი განარჩენები, რომ უბრალოდ მართლა ვერ არიდებ ვერც ერთ
იამას. კონკრეტულად ამ ტრიციკლზე შემიძლია თქვა, რომ ძალიან მაგარი დაკიდების სისტემა აქვს და ერთ-ერთი საუკეთესო დაკიდების სისტემა აქვს. ნუ ეხა BRP-ა და KNM-ია და რა თქმა უნდა, რომ აქ ხარისხზე ვერაფერს ვერ დაუწუნებ ამათ, იმიტომ რომ ამათ მაიციან როგორ უნდა აკეთო ხარისხიანი ტექნიკა, აი ესეთი რაღაც ექსტრემალური ტექნიკები, თუნდაც სიდუა თუ რაიკერია, ბაგები თუ რავი, აი მსგავს ტექნიკებში რავი, ხა იციან და მე და თქვენ მე მგონი რომ ვერაფერს ვერ დაუწუნებთ და დანარჩენი თქვენზეა რა. გზა არ გადამამიჭრა. ოპა, მაგრა დავხტი ჩემი აი. ახლა წავალ მე გავბენზ. აი, აქ შეიძლება ყოფილიყო თქვენი რომელიმე ბენზინ გასამართი სადგურის რეკლამა, თუმცა არ არის. არ არის. ოპა, აი. ეს არის მთელი თემა. დანარჩენს ამას არაფერს არ ვერჩი. უბრალოდ ეგა რო ეხა მოტოციკლიდან აქ რო გადმოჯდები და მოტოზე მიჩვეული ხარ რომ იქ გაძრები, გამოძრები და მთელი თემები აქ მაგას ვერ შვები თორე. იმ ხალხისთვის ვისაც ოჯახში მოტოციკლეტი ვერ შეყავს, იმიტომ რომ იქ რიგი პრობლემებია ოჯახთან, მშობლებთან, ცოლთან, შვილთან და ასე შემდეგ. ეს ტექნიკა არის იდეალური ზუსტად მაგ ხალხისთვის რა. იმიტომ რომ რისკი ამაზე ვერ წაიქცევი რა. ეხლა ერთმა არქნას და ვიღაც თუ შეგეჯახა და ვიღაცას თუ შეეჯახე, ალბათ გადმოვარდები და ეკიპირება აქაც დაგჭირდება. თუმცა, ნუ ისე როგორც მოტოციკლებზე მომიცურდა და წავიქეცი და რაღაცა ეგეთები გაჩერებისას ფეხი ვერ ჩამოვდგი და გადავყირავდი, ეგეთი რაღაცები აქ ფიზიკურად ვერ გექნება. თუ გინდა რომ ის სიამოვნო ამ ტექნიკით უნდა იყო მზად საცობებში დგომისთვის და რა თქმა უნდა ულევი ყურადღებისთვის უცხოებისგან. აი ეს კაცი განსაკუთრებით დაინტერესდა ამ ტექნიკით, პოლიციის ინტერესიც კი დავიმსახურეთ. მანქანებიდანაც კი გვიღებდნენ სურათებს და რაოდენი გასაკვირიც არ უნდა იყოს. თვით ჩინელებიც გავაოცეთ. ეთყობათ კიდეც აგერ იდგნენ და გვიღებდნენ სურათებს. ამით დაგემშვიდობებით, არ დაგავწყვეტ გამოიწეროთ არხი მომავალ ეპიზოდამდე.